ეს არის საუკეთესო ლოკაცია ზოგადად საწმინდის პარკი, იმიტომ ატრაქცია თვითონ თავისთავად ატრაქცია და ტურისტების მიზებულობი არის ძალიან მაღალი. მიეჩვენენ ჩვენი მეყოლეები და ყველი ფერმერი წარმოებლები ამ ადგილს. ხედი არის უნიკალური, ეს არის ზუსტად ის ხედი, რომლის ანახავადაც ამოდიან ტურისტები. თან ორი ტრანსპორტი ემსახურება დამთვალიერებას, საბაგირო და ტრამვაი თავისთავად ცხადიან და რაც ყველაზე მთავარი, აქ მონაწილე ყველა ფერმერი. უკვე არის აი კარგად მიჩვეული ელოდებიან. მაგალითად ტენიუყოლთან ნახეთ რამხელა რიგია, ვიკაიობიძესთან რამხელა რიგია, შვანდრესთან რამხელა რიგია, მეგრელი მწარმოებლები ჩამოვიდნენ ძალიან მოხში და სხვათა შორის თავად დაეხმარა ამ ხალხს რომ მიჩვეოდნენ საგამოფენო სივრცეებს და საფესტივალო სივრცეებს და დღეს უკვე მეგრელები უფრო მეტია ვიდრე სხვა მონაწილეები, მაშინ როცა ეს არ იყო, ეს ბალანსი დარღვეული იყო, მიუხედავად რომ ხურბული იწვება ქართული სუპრის დედოფლად, წარმოებელი იყო ძალიან ცოტა. ცალკეული ოჯახები ხო უკვე წარმოებები გაჩნდა და დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ფესტივალში. რა არის ფესტივალი? შეხვედრების მოედანი, სადაც უშუალოდ მყიდველი, თუნდაც რესტორატორი, თუნდაც შეფი და ჩვეულებრივი დიასახლისები ხდებიან ფერმերի წარმოებლად, პირდაპირ კავშირს ამყარებენ მათთან და ეს არის მომგებიანი ყველასთვის, იმიტომ არ არის შრომავალი რგოლი, უშუალოდ ყიდულობენ მომწოდებლებისგან და რაც თავარია, უშუალოდ ხდება დეგუსტაცია გამოტანილის პროდუქციის. დღეს აქ ხდება ეს ყველაფერი არის ძველი თბილისური ქართული ტრადიციების გაგრძელება. დღეს არის მოგეხსენებათ ყველის ფესტივალი. და ძალიან კარგია, რომ ესეთი ფესტივალი ტარდება, იმიტომ რომ ეს არის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია აი ჩვენი ტრადიციული, ესე ვთქვათ, საქმიანობების. იყო ამას წინათ ასევე პურის ფესტივალი ჩატარდა, ღვინის ფესტივალი და ზოგადად აი ესეთი ფესტივალები სტიმულს აძლევს თვითონ მეწარმეებს და ამავდროულად კიდევ თვითონ საზოგადოებაც. აი ხედავთ აქ რამდენი ხალხი ესწრება დღეს. არა მარტო ტურისტები, არამედ ადგილობრივი ჩვენი მოსახლეობაც ძალიან ბევრია და სიხარულია, როგორც უყურებთ, ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა თაობის ადამიანები მოდიან ამ ფესტივალზე. მე ვფიქრობ, რომ ესეთი დღეები ალამაზებს ჩვენს ყოველდღიურობას, ალამაზებს ჩვენს ქალაქს, უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ქალაქს ტურისტებისთვისაც. და ასევე ჩვენი გულებით სიხარულით ისვება, როცა ხედავთ აი ესეთ ლამაზ დღეებს. მე მოგეხსენებათ ქართული სამოსის დიზაინერი ვარ, ნუგზარ კვანტალიანი, ჩოხაჯის დამფუძნებელი და ყერავ ტრადიციულ ჩოხებს, უკვე თაობებს გადმოეცა ჩემი აი ეს საქმე დედისგან ვისწავლე და გავაგრძელე და დღეს ასევე ვზდი ახალ თაობებს, უამრავი ადამიანი აღზარდე, ვინც დაეუფლა უკვე ქართული სამოსის კერვის ტრადიციას. გემრიელის უნიტრიალებს საწმინდაზე ხა ამ წუთებში და რაღაცნაირი თბილისობის მომენტი დადგა აქ ნუსხას რო უსმენდი და კაი გარემო ასე ვთქვათ და შემდეგ წელსაც კაი იქნებოდა ეს ისე ჩატარდეს. მე უფრო იმერული ხაჭაპურის მიმართ მაქვს უფრო კაი გამოკიდებულება ყველის მიმართ, იმიტომ რომ გემრიელია და ცომშიც რაღაცნაირი აი კაი გემო მოსდევს მაინც. მე ვარ ნინო ქავთარაძე, წარენჯიხის მუნიციპალიტეტი ქალაქი ჯვარიდან. წარმოდგენილი მაქვს ყველი მაყლიჩირითა და მაყლიწვენში, კივიჩირითა და კივიწვენში, ფეიხოში, გებჟალია სტილში მაქვს. აგეთვე მაქვს ყველი ბოსტნეული, გამომშრალი ბოსტნეულით, კერძოდ მწვანილებით, მაქვს რა ქვია, რეჰანით, ორეგანოთი, შავი პიმპილით, მოცვით ლურჯი ყველი და წარმოდგენილი მაქვს ბურატა, შიგთავსი არის, პიტნიანი, ყველი და ხაჭო ერთად. მაქვს აგრეთვე ელარჯის ბურთულები, რომელიც იწვება და ძალიან გემრიელია მისათმევად. ყველაზე მეტი დიდი მოთხოვნა ჩემს მიერ წარმოებულ ყოს აქ ამას. აი ბოსტნეული, დამომშრალი ბოსტნეულისგან დამზადებულ, რადგან ამაში არის ყველა ბოსტნეული, რომელიც გარკვეულ თავის სპეციფიკურ გემოს აძლევს ამ ყველს და ყველაზე მეტად ეს ყველი მეყიდება.